არის ჯერ შევა
კი ბატონო. წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყო ღვთისგან მოვლენილი წინამორბედი ღვთის მოსასვლელად. წინამორბედი რას ნიშნავს? ის, რომელიც გზას უმზადებს, ვისთვის უნდა მოემზადებინა გზა? მესიისთვის, ძეხვთვის, იესო ქრისტესთვის. რაში გამოიხატება გზის მომზადება? გამოიხატება იმაში, რომ კაცობრიობა უნდა შეემზადებინა ამ დიდი სიწმინდის მისაღებად. სიწმინდეს როგორ ღებულობს ადამიანები? ღებულობს სინანულით, რომ ჯერ უნდა მოინანიოს თავის ცოდვები, რომ იგი გახდეს მიმღები აი ამ დიდი სიწმინდის. ამიტომ იყო იოანე ნათლისმცემლის თავარი ქადაგება შეინანეთ, რამე თუ მოახლოებულ არ სასუფეველი ცათა. მე მინდა უშუალოდ ვისაუბრო აი იმ მომენტზე, რა დროსაც იოანე ნათლისმცემელს მოჰკვეთეს თავი და რატომ მოჰკვეთეს თავი. დავიწყოთ იქიდან, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო ქადაგებელი ამხელდა ხალხს მათ ცოდვებში და ბუნებრივია ამხილა იროდი ანტიპაც, რომელმაც თავის ძმის ცოლი მოიყვანა ცოლად. ეს ისტორია ასე იყო, რომ იმპერატორ ტიბერიუსის დროს, როდესაც ბევრი საჩივარი შეუვიდა ტიბერიუს იროდიზე, დაიბარა რომში და რომში სად გაჩერდებოდა იროდი? თავის ძმასთან ფილიპესთან. ეს ძალიან დიდი რისკი იყო ფილიპეს მხრიდან, რადგანაც ტიბერიუს კეისარი იყო ძალიან ეჭვიანი იმპერატორი. ძალიან მარტივად შეეძლო ვინმესთვის სიკვდილი გადაეწყვიტა და მასთან შესვლა საკმაოდ დიდ რისკს წარმოადგენდა. მით უმეტეს